ზოგადად ხშირად არ მინდება YouTube-ის გადაღება, მაგრამ ეს ის შემთხვევა, სადაც გულწრფელად მინდოდა ჩემი რეკომენდაციები გამეზიარებინა, იქიდან გამომდინარე, რომ სახლის კვადრატულობა 320 კვადრატული მეტრი არის და ვინც აპირებთ, რომ კერძო სახლზე იფიქროთ, აქ არის ბევრი ნიუანსი და დეტალი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან გამოგადგებათ. მიწის ფართობი გვაქვს 600 კვადრატული მეტრი, შინდიში ვიმყოფებით, ეს უძრავი ქონება მართალია იყიდება, თუმცა თავიდან მისი გაყიდვა ჩაფიქრებული არ იყო და ძალიან ბევრი წვრილმანი არის ისეთი, რაც აუცილებელია დღეს, როდესაც სახლს ვაშენებთ, გავითვალისწინოთ. აუცილებლად, რომელიც არის დასავლეთით სპეციალურად, იქიდან გამომდინარე, რომ საღამოს და შუადღეს უფრო კარგად იყოს მზე ვიდრე დილით, რადგან ძირითადად აუზს ყველა სწორედ ამ დროს ვიყენებთ ხოლმე. ეზოს ნაწილი არის ერთი მხარე ათვისებული აუზისკენ, მაგრამ ნაწილი არის მეორე მხარესაც, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ. თვითონ მისაღები არის გამჭოლი, სლაიდით გამოდივართ აუზზე და ასევე უკანა ეზოში. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ თავად სახლი და ვნახოთ მისი გადანაწილება უფრო დეტალურად. მე რო ჩემს სახლს ავაშენებ, პირველი რასაც გავითვალისწინებ, იქნება ჭერის სიმაღლე 3 მეტრზე მეტი და აქ სწორედ ესე გვაქვს 3 მეტრი და 50 სანტიმეტრი არის ჭერი. ბუხარი, რომელიც ასე ვთქვათ, არატრადიციული ფორმის არის მოპირკეთებული ალუმინით, მეტალით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე სამზარეულოს ნაწილზე ფილა არის ჭერამდე, ეს ერთ-ერთი თანამედროვე ტენდენციაა. ვიტყვი იმასაც, რომ იატაკზე ძალიან მნიშვნელოვანია რა მასალას გამოიყენებთ, ამ ეტაპზე გვაქვს პარკეტი, რომელიც არის მოსახვეწი. მომწონს გათბობის რადიატორები, რომელიცაც აქვს დეკორატიული დანიშნულება და ზოგადად, როდესაც რადიატორები საკმაოდ ბევრი გვჭირდება სახლში და ძირითადად კერძო სახლში მხოლოდ და მხოლოდ იატაკქვეშა გათბობა არ ყოფნის და აუცილებელია კედელზე გამოვიყენოთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დიდ როლს თამაშობს ინტერიერში. წარმოიდგინეთ ეს რო იყოს ჩვეულებრივი სტანდარტული, ვთქვათ, აქ რო იყოს ესეთი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რამდენად არც ისე ლამაზი იქნებოდა. გვაქვს ასევე დიდი სლაიდის ვიტრაჟი უკანა ეზოში, როგორც გითხარით და გვერდზე კარი, ანუ სლაიდიც და კარიც. ძალიან ბევრი ფანჯარაა და ეს სახლს ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის. ასევე საძინებლიდან გავდივართ უკანა ეზოში, 4 საძინებელი გვაქვს, თითო არის 17 კვადრატი, 2 და 2 არის 25 კვადრატი, თან აქვს თავისი საგარდირობეც და სველი წერტილიც და ეს ენძახა დასრულებულია, თუმცა დეტალურად ძალიან რო არ დაგყავოთ, მაინც ვნახოთ შემდეგ სართულზე. მე პირადად კიბის უჯრედსაც გამოვიყენებდი, ძალიან საინტერესო სივრცე არის და მომწონს ასევე ის, რომ კადრში ხა არ ჩანს, თუმცა არის მიკროცემენტით მოპირკეთებული და როდესაც პარკეტი მოიხვეწება, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, კიბეც აღარ იქნება ამ მდგომარეობაში. აქეთ თითქოს ესეთი რაღაცნაირად შეტეხილი სივრცე არის, სადაც არის სველი წერტილი სტუმრებისთვის, ანუ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, გვაქვს 4 საძინებელი, 4 სველი წერტილი და პლუს 1 სტუმრებისთვის, მაგრამ აქ არის ახლა სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ნივთია, კაცში კარგად არ გამოვაჩენ, რომელსაც თავისი ორი ბუნებრივი განათება აქვს, არის ტექნიკური ოთახი და პლუს ძალიან საჭიროა დღეს ადგილი, სადაც იქნება სარეცხის მანქანა, სარეცხის მანქანები და საშრობი და ესეც გათვალისწინებული. ანუ პატარა სახლი არის, თუმცა აბსოლუტურად ყველაფერია იმისათვის, რომ ადამიანი რომ მოვა აქ, იცხოვროს კომფორტულად. ასე რომ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს დამატებითი ტექნიკური ოთახი და მე ერთადერთი რასაც დავამატებდი, აქ არ ვიცი ხა რამდენად მოსახერხებელია იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხრიდან ვიტრაჟია, ჩემ მომავალ სახლში აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ სამზარეულოს კონდეს პატარა საკუჭნაო. ვისაც ასევე გინდათ, რომ სამზარეულო იყოს გამოყოფილი, ეს სივრცე ამის საშუალებას ძალიან მარტივად გვაძლევს, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარე აქვს ნათელი, ძალიან მარტივად შეგვიძლია, რომ მინის ძალიან ლამაზი ვიტრაჟით ისე გადავტიხროთ, რომ რეალურად სივრცის აღქმაც კონდეს და თან სამზარეულოც იყოს იზოლირებული. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ ფარტში ეს სავსებით არ გვჭირდება. წავიდეთ ახლა ნახოთ უკვე მეორე სართული, იქამდე გეტყვით, რომ ძალიან ლამაზი მინის დეკორატიული ბლოკი არის გამოყენებული კიბეზე და ესეც ერთ-ერთი პლუსია, როდესაც კიბე არ არის ბნელი და რაღაც დოზით მაინც ვინარჩუნებთ ბუნებრივ განათებას. ხოთ შორის ძალიან საინტერესო იქნება, როდესაც აქ განათებები ჭაღები იქნება, იმიტომ რომ საერთოდ შეიძლება იერსახე. ეს არის პატარა საძინებელი, ანუ 17 კვადრატული მეტრი. ორივე ფანჯარა იღება, ზოგადად ესეც ძალიან დიდ როლს თამაშობს, როდესაც არის გრძივი დიდი ვიტრაჟი და აღნიშნავ თბილისის ხეთს, რომელიც ფიზიკურად ვერ შეიცვლება და ღამე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ძირითადი მოთხოვნა ყოველთვის გვაქვს ხოლმე ის, რომ აუცილებლად გქონდეს ბუნებრივი განათება და აქ თითქმის ყველა სველწერტილს აქვს თავისი ბუნებრივი განათება. ძალიან პრაქტიკულია ასევე ნესტგამძლე, წყალგამძლე, საღებავი, ზოგადად მოსავლელობაც და სხვა შორის ამას წლებია ევროპაში აკეთებენ, მე როდესაც გერმანიაში ვიყავი, ძირითადად სულ ესე იყო და
მიხარია, რომ საქართველოშიც აქტიურად წამოვიდა ეს ტენდენცია. ეხლა კიდევ ერთი საძინებელი. ამ საძინებლიდან შეგვიძლია რომ გავიდეთ აივანზე. თები ჩანს ჩვენ ქალაქთან ერთად, ხედი მოკლედ მე ძალიან მომწონს და ასევე აქ საგარდირობე და სველი წერტილი. კარგია ხოლმე, როდესაც საგარდირობესაც აქვს თავისი ბუნებრივი განათება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პრეტენზია ამ სახლში ნამდვილად უადგილოა, იმდენად ბევრი ბუნებრივი განათება. ფერები ძალიან ნეიტრალურია, კედლის ფერიც სპილოსტუნის ფერში გადადის, ასევე კარი არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ კარიც საკმაოდ ნეიტრალურია, არც თეთრი, არც ნაცრისფერი, არც კრემისფერი. ანუ პრაქტიკულად ახალი მესაკუთრე ამ სახლში შეძლებს, რომ თავისი გემოვნებით შემოიტანოს ავეჯი, ჭაღები და თავისი ხასიათი პირდაპირ ამ დეტალებში გადმოიტანოს. მე გირჩევთ პირადად აუცილებლად ICR Home-ის დიდ showrooms ესტუმროთ, სადაც ძალიან დიდი არჩევანი დაგხვდებათ და მსგავსი სახლები შეგიძლიათ აბსოლუტურად იდეალურად უმაღლესი ხარისხის ავეჯით მოაწყოთ. ამ საძინებელს ჩემთვის ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს. ნუ საგარდირობე 6 კვადრატული მეტრი, მაგრამ უზარმაზარი შეგვიძლია ვთქვათ სველი წერტილი, სადაც ამჟამინდელ მესაკუთრეს ჩაფიქრებული ქონდა აბაზანა. მეც ვფიქრობ, რომ აბაზანა კერძო სახლში ერთი მინიმუმ უნდა იყოს. ასევე აქედანაც სველი წერტილიდანაც შეგვიძლია გავიდეთ უკვე ხედით ჩვენ აუზზე და დავტკბეთ მოკლედ ესეთი ხედებით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო უძრავი ქონება, რაც მთავარია, აღმოყოფილებს ბევრ თანამედროვე პარამეტრს. ამიტომ აუცილებლად შეინახეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და დამიწერეთ კომენტარებში, მოგწონთ თუ არა ჩემი YouTube ვიდეოები, თუ დავბრუნდე ისევ ვიყო Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე მეტად უფრო აქტიური. დროებით!